ამ ცოტა ხნის უკან საქართველოს ხელისუფლებამ მოსახლეობის აღწერა გააკეთა, ხო სწორია? დიახ. სად არის მონაცემები? რატო ვერ აქვეყნებენ მონაცემებს? რატო ვერ აქვეყნებენ? Იმიტომ ვერ აქვეყნებენ და მოდი მეგეთხვით, მაშინ 1,340,000 ქართველია საქართველოში, 1,210,000 საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სხვა 25,000 ჩინელია საქართველოს მოქალაქე. 500,000-მდე არალეგალი ცხოვრობს საქართველოში. ეს არის 75,000-მდე ბინადრობის უფლების მქონე ადამიანი არის არაბული, პაკისტანი, ინდოეთი და ასე აფრიკის ქვეყნები და უნდათ 500,000 მაინც მიემატებინათ, ჯერჯერობით არ გამოუდით ეს ყველა. გეუბნებით მე თქვენ საღ ადამიანებს მიმართავ, იმიტომ რომ გონება დახშულ ადამიანებს არაფერი არ ეშველება. ამას ქართველთა ძალა, რომელზეც ვლაპარაკობ ჩვენ 4 კაცის ინიციატივებზე, სხვა შესანიშნავ ქართველებზე, რომლებიც სხვაგან იგივეს აკეთებენ და მე ერთად მოვძებნით რაღაც საერთო ენად, მითხარით ერთი საით მივდივართ, ხედავთ თქვენ? რატომ ვერ აქვეყნებენ და 1,340,000 ქართველი ამ ქვეყანაში? ეს კატასტროფაა, ბატონ დემო. კატასტროფა, აბა მე რატო რა მინდა ეხა რაში მჭირდება? მე რო საერთოდ პოდკასტები ვაკეთო და საჯარო პირი ვიყო, არ მჭირდება არაფერში შესანიშნავი, ზღაპრულად შესანიშნავი საქმე, მაგრამ შესანიშნავად ვიცი, ჩემი საქმე ამდენი წლის შრომის შემდგომ. ღმერთის წყალობით კიდე რამდენი ვიქნები, კიდე რამდენიმე წიგნს დავდებ ისეთებს, რომელიც დაწლეულები ბატონ დემო, ეს 9,5 არალეგალი როგორ არის შემოსული ქვეყანაში? ძალიან მარტივად. მე გეუბნებით ისეთ წყალგაუმტარ ინფორმაციებს მე არა ვარ ადამიანი, რომელიც ჩართავს და კანალიზაციის ტელევიზიებიდან ინფორმაციას აიღებს. სამწუხაროდ ჩვენი ახალგაზრდების რაღაც ნაწილი ამ საზღვრებზე არიან, მიჯაჭვული ჩვენი მოქალაქეების საკმაო ნაწილი ამ ტელევიზიებზეა. ამ ცოტა ხნის უკან ქუთაისელი მეგობარი ვნახეთ და საერთო მეგობარზე ვითხრა, რომ რამდენი შევედის სახლში ჩართული აქვს სულ არ მთავარიო. გამიგეთ ხო? ესე იგი ადამიანები ჭკუიდან არიან გასულები, არა და ძალიან კაი კაცი იყო ჩვენი ახალგაზრდობის დროს, მაგრამ იდეოლოგია არის საზიზღრობა, იდეოლოგია ანგრევს ადამიანის ფსიქიკას. ახლა მე გეკითხებით თქვენ საღ ქართველებს, მე მხოლოდ საღი ხალხისთვის ლაპარაკობ. ამ მდგომარეობაში ქვეყანა ომი გინდათ, შიგა დაპირისპირება გინდათ, არ გძნობთ თავს შეურაცხყოფას ტელევიზორს რო ჩართავ და ერთი ქართველი მეორე ქართველს კეტით დაძდებს. ერთი ქართველი პოლიტიკოსი ჭყალებში მეორე ქართველ პოლიტიკოსს მუშტს ურტყამს, ხან აქ, ხან საზღვარგარეთ, ხან ეს შეიძლება გაგრძელდეს? ამიტომ ყველას დაუპირისპირდებით. ჩვენ ძალიან სერიოზული ხალხი ვართ და ძალიან ძლიერი ხალხი ვართ, კიდე გეუბნებით. მე მაქვს პატივი ამ სამ ადამიანთან, ძალიან ღირსეულ ადამიანთან ერთად ვიყო გვერდით და უამრავ ღირსეულ ადამიანს შევკრიბავთ, რომლებიც ამ ქვეყანას დაუდგებიან როგორც კლდე და ამ კატასტროფას როგორმე ავიცილებთ თავიდან. მე ხაც უსვამ. თუ ქართველები დამარცხდნენ ამ სიტუაციაში, რესურსი ქვეყანაში არ არის. ქვეყანაში რესურსი აღარ არის. მაშინ მოხდება ის, რაც წერია Rand Corporation-ის და ცნობილ სხვა გამოკვლევებში, როდესაც ეს გამოყენებული იქნება როგორც პლაცდარმი, როგორც ტერიტორია. ახლა შენ თავს თუ არ ხედავ და შენი თავის მოვლა პატრონობა თუ არ შეგიძლია და ეგერ მოსყიდული ხალხის მეშვეობით, ესე იგი ანგრევს საკუთარ ქვეყანას, იმათ გლობალური ინტერესები აქვს, რუსები თავისას აკეთებენ, ამერიკელები თავისას აკეთებენ, ებრაელები თავისას აკეთებენ, აქ ვისაც არ ეზარება, ყველას თავისი აგენტურა ყავს. ღია აგენტურა ყავს. მოусმინეთ შესანიშნავ ქართველ ადამიანებს, რომლებიც სპეცსამსახურებში მუშაობდნენ, რა გამანადგურებელ, რა გამოუგნებელ ინტერვიუებს იძლევიან. ჩვენ რა გვინდათ ახლა, ესე იგი ქოცი ნაცი და ქოცნად გადავაყოლოთ ეს ქვეყანა?
კიდე გეუბნებით, რასაც ქვია ქართული ოცნება, გაძეძგილია ნაცმოძრაობის, არა უბრალოდ წევრებით, გაძეძგილია მიშა სააკაშვილის იდეური მიმდევრებით. და ისინი მისით არ შეპარულან ოცნებაში. ოცნებაც იგივე სტრუქტურის ორგანიზაცია, რაც ნაცმოძრაობა, მისი ლიდერებიც იგივე სოროსის და ამნაირების გამოზრდილი ხალხია, კიდე გეუბნებით, ამას არაფერი არ შეეწინააღმდეგება 32 წლის განმავლობაში, ეხლა მე გეუბნებით 1,340,000 ქართველი ხართ დღეს საქართველოში. ამას არ გაგიმხელენ, სანამ 2 მილიონამდე არ დაახუჭუჭებენ თავისი აზრით, მაგრამ მე გეუბნებით ამას. ამას ახლა მე რო გეუბნებით ვიღაცა საწოდავი, აუ, რას ამბობს, ესე იგი თავის თავს უკეთებს რეკლამასო, მეტი გარჩევა თუ არ იცით, რაღა უნდა გელაპარაკო. ბატონო, მაშინ გამოდის, რომ აი ეს მონაცემები, რასაც ცესკო აქვეყნებს 3,5 მილიონი ამომრჩეველი მყავსო, აბსოლუტურად ყალბია. 3,5 მილიონი ამომრჩეველი, თლათ რო გადაპუტო მთელი საქართველო, ვერაფრით ვერ მოძებნი და ის რომ დაფიქსირებულია 3,5 მილიონი ამომრჩეველი, ამაში ოპოზიციის მიერ არის ეს, მოდი, ჟარგონს გაპრავებული. ოპოზიციამ გაუპრავა ამ ხელისუფლებას ეს რაოდენობა. ამიტომ ჩვენ იმაზე უფრო საშიში მდგომარეობა გვაქვს, თქვენ გონიათ ეს ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთთან დაპირისპირებული? არ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული, დავაქვთ მარტივ რამეზე, პროპორციების გადანაწილებაზე. აქ ქვეყნის მომავალზეა საუბარი, ქვეყნის საფრთხეებზეა საუბარი. კოლოსალური საფრთხეების წინაშე ვდგავარ. ამას პროფესიული პოლიტიკის გარეშე ვერაფერი ვერ უშველის. ამას არ შეიძლება აქეთ 23 სკამზე მჯდომარე. კიდე გეუბნებით. მე ხდება პოეტების, მწერლების, რაღაც უსუსური რეჟისორების განცხადებები, ესე ვერაფრით ვერ გაუგიათ რა ხდება. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო. სად დგას ეს საკითხი? თემა არ არის, ხო? მაგრამ ასე იცის იდეოლოგია. ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო კი არა, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელიც შესანიშნავად ითანამშრომლებს ევროპასთან, ძალიან პრაგმატულად ითანამშრომლებს მეზობელ სახელმწიფოებთან, თავისთვის სასარგებლოდ და მათთვისაც სასარგებლოდ, აბა ცალკრივი სიამოვნება არ არსებობს, მაგრამ ჩვენ აგვერია გზაკვალი, ჩვენ აგვერია ყველაფერი და ამში გადაპირისპირებაში გადაფარულია ყველაფერი. ეს აღწერაც გადაფარულია, ის გეოპოლიტიკური საფრთხეებით გადაფარულია. აქ დანდობა აღარ იქნება. აქ შეცდომის დაშვება არ შეიძლება.